უსასრულო სამყარო. უმარტივესი მულტისამყარო ჩვენი სამყაროს უსასრულო ზომის შედეგია. სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით სამყარო უსასრულოა თუ არა, მაგრამ ეს არაფერს გამორიცხავს. თუ ეს ასია, ის დაყოფილი უნდა იყოს რეგიონებად, რომლებიც ერთმანეთს ვერ ხედავენ. იმიტომ რომ ჩვენი სამყარო სავარაუდოდ 13.8 მილიარდი წლისაა, თითქმის 14 მილიარდის. ამიტომ ნებისმიერი სამყარო, რომელიც 13.8 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული, უხილავი ხდება ჩვენთვის. რეგიონები დამოუკიდებელ სამყაროებს წარმოადგენენ, მაგრამ როგორც კი სინათლე გადაკვეთს მათ შორის არსებულ სივრცეს, ისინი ერთიანდებიან. თუ ჩვენი სამყარო ნამდვილად შეიცავს უსასრულო რაოდენობის კუნძულ სამყაროებს, როგორიც ჩვენია, თავისი მნიშვნელობით, ვარსკვლავებით და პლანეტებით, შესაძლოა არსებობდეს სამყაროები, რომლებიც დედამიწის იდენტურია. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად წარმოუდგენელია ატომები შეერთდნენ ისე, რომ შექმნან დედამიწის ზუსტი ანალოგი, ან ისე, რომ ქმნიდნენ მხოლოდ მცირედ განსხვავებას. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სამყაროების უსასრულობას, ასეთი უცნაური ადგილიც შესაძლოა არსებობდეს. ფაქტობრივად ის არსებობს უსასრულოდ ბევრჯერ. თუ ეს ასია, უნდა დავუშვათ ის ფაქტიც, რომ სადღაც ძალიან შორს ჩვენი იდენტური მეც არსებობს. იქნებ საქმე ამაში სულაც არ არის. შეიძლება სამყარო არ არის უსასრულო, ან თუ არის, მთელი ფიზიკური სუბსტანცია კონცენტრირებულია იქ, სადაც ჩვენ ვართ. ამ შემთხვევაში სხვა დანარჩენი სამყაროები ცარიელია, მაგრამ არ არსებობს ნათელი მიზეზი. ეს რატომ უნდა იყოს ასე? და არავითარი ნიშანი იმისა, რომ ეს ფიზიკური სუბსტანცია გაიფანტება. მულტისამყაროს მეორე თეორია ჩვენი სამყაროს სამუშაობის საუკეთესო იდეებთანაა დაკავშირებული. დიდი აფეთქების ძველი თეორიის მიხედვით, სამყარო წარმოიშვა ძალიან პატარა წერტილიდან და შემდეგ დაიწყო გაფართოება, წარმოუდგენლად სწრაფად, სუპერგახურებული ცეცხლოვანი ბურთის მსგავსად. ამ გაფართოების დაწყების შემდეგ წამი შესაძლოა დაჩქარებული იყო უდიდესი სისწრაფით. ყოფილიყო იმაზე სწრაფი, ვიდრე სინათლის სიჩქარია. ამ აფეთქებას ეწოდება ინფლაცია. თეორია ხსნის, თუ რატომ არის სამყარო ყველგან, სადაც გავიხედავთ. ინფლაციამ ააფეთქა ცეცხლოვანი ბურთი კოსმოსურ სკალაზე, მანამ სანამ ის ზედმეტად დამძიმდებოდა. ამის მიუხედავად პირველადი სახე განადგურდა პატარა შემთხვევითობით, რომელიც ასევე გაიზარდა ინფლაციის წყალობით. ეს ფლუქტუაციები ახლა შემონახულია რადიაციულ კოსმოსურ ღუმელში, როგორც დიდი აფეთქების შემდგომი ნარჩენი. მისი რადიაცია ვრცელდება სამყაროში, მაგრამ მას არ აქვს სრულყოფილი ფორმა. რამდენიმე სატელიტურმა ტელესკოპმა დაინახა ეს ვარიაციები წვრილმან დეტალებამდე და შეადარა ინფლაციის თეორიის მიხედვით ნაწინასწარმეტყველებ ვარიაციებს. დამთხვევა დაუჯერებელი.